ბევრად უფრო საინტერესო და მძიმე თემაზე უნდა ვისაუბრო, მაგრამ თქვენის ნებართვით ახლა სულ რაღაც 3-4 წუთით კიდევ ერთხელ მივუბრუნდები თემას, საკითხს, რატომ დაკეტა ბიძინა ივანიშვილმა ცა აბას თუმლის და არა მხოლოდ აბას თუმლის თავზე. ცხადია ვიღადავე, მაგრამ წინა ვიდეო ბლოგში მე გითხარით, რომ მას სურს, რომ ტელესკოპით დააკვირდნენ პლანეტებს და აღმოაჩინონ ციური სხეული, პლანეტა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაარქმევს ჩემი ეკა, ასე უწოდებს. ეს თეორია არ არის, ეს გიჟური თეორია რასაკვირველია, ასე არ არის, კვლავ ვიმეორებ, მაგრამ რაღაცა ფანტაზიებს უნდა მივცეთ გასაქანი, მეც სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე რა. ეს გიჟური თეორია შემოგთავაზეთ, მაგრამ ესე არ არის, ცხადია. არანაირი ჩემი ეკა პლანეტას არ უნდა რომ დაარქვას ციურ სხეულს, მით უფრო რომ მისი ეკა გვერდში ყავს დაბაჩუნობს, მეთქი ასეც დავამთავრე ჩემი წინა ვიდეო ბლოგი. მაგრამ ახლა ხან წავიკითხე, რომ არსებობს ერთი კონსპირაციული თეორია, იდეა, რომლის მიხედვითაც საში თვითმფრინავების მიერ დატოვებული თეთრი ხაზები სინამდვილეში ქიმიური ნივთიერებების შეგნებული გაფრქვევაა შეგნებული მოსახლეობაზე ზემოქმედებისათვის. და ეს კონსპირაცია ამბობს, ამ თეორიის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავების სპეციალურად ასხამენ ქიმიკატებს, მიზნები შეიძლება იყოს ამინდის კონტროლი, მოსახლეობის კონტროლი, ჯანმრთელობის დაზიანება, საიდუმლო სამხედრო ექსპერიმენტები. ხშირად ამას უკავშირებენ ისეთ თემებს, როგორიცაა NASA და CIA გლობალურ ელიტებს. რას ამბობს მეცნიერება? მეცნიერების მიხედვით ეს ხაზები არის კონტრეილს და მათი ახსნა ძალიან მარტივია. თვითმფრინავის ძრავიდან გამოდის ცხელი ტენიანი აირი, მაღალ სიმაღლეზე ჰაერი ძალიან ცივია, წყლის ორთქლის სწრაფად იყინება და ქმნის თეთრი ღრუბლის მსგავს ხაზს. ეს იგივე პროცესია, რაც სუნთქვისას ამოვისუნთქე, ცივ ამინდში ორთქლის დანახვა ყველას გქონია. რატომ რჩება ხოლმე დიდხანს? მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს. რა არის სინამდვილე? ბიძინა ივანიშვილს ჩანს აქვს ეს შეგრძნება, ეს ფიქრი, რომ ვიღაცები აკონტროლებენ ამინდს, კი არა ამინდის კონტროლი უნდათ, მოსახლეობის, ანუ შესაბამისად აბას თუმლის უღრანებში გამაგრებული პირის ივანიშვილის კონტროლიც უნდათ, მისი ჯანმრთელობა დაზიანდება და საიდუმლო სამხედრო ექსპერიმენტებიც კი ტარდება. და აქედან გამომდინარე, იფიქრა ბევრი თუ იფიქრა ცოტა, ამ შეპყრობილმა საქართველოს შეპყრობილმა მოქალაქე ბიძინა ბორია ივანიშვილმა, ბორინკა დარაგოიმ, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ოხონდაც კი თავად იყოს კარგად, ჯაკეტოს ძა. აკი გითხარით, რომ ბევრად საინტერესო, ბევრად მნიშვნელოვანი თემები მაქვს განსახილველი, ეს უბრალოდ დავიწყოთ ამით თქვენის ნებართვით. ახლა კი გაცილებით მნიშვნელოვანი ამბავი ჩემი მოსაზრებით. მარია ზახაროვა. თუ ენაში არსებობს ამგვარი სიტყვა. ხო, ამ სიტყვას არ წარმოვთქვავს, სინონიმს წარმოვთქვავ თქვენის ნებართვით. ნაკახპარი, ასე ვიტყვი. აი ეს ნაკახპარი ქალი, ლავროვ კალანტაროვის პრესმდივანი, ცოტა ხნის წინ აკეთებს განცხადებას ამგვარს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ისინი ვერ უარყოფენ და მხოლოდ დაეთანხმებიან, რომ ყოველი მეოთხე ტურისტი საქართველოში რუსეთიდანაა. ეს ნაკახპარი ქალი საქართველოზე მსჯელობს, საქართველოზე ლაპარაკობს და გულახდიდები თუ ვიქნებით ის მართალია. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ისეთი ქვეყანა შექმნა ამ მეგალომანიაკმა ტიპმა, რომელიც ხეებს ეხუტება, ცის პრივატიზაციას კი არა, ოკუპაციას ახდენს, აბას თუმლის უღრანებში გამაგრდა და არ ვიცი რა ზებრებს ელაპარაკება, პინგვინებს აჭმევს და კიდე იმ რაღაც ზვიგენებს ვის სექსზე кайფობს, ზვიგენებს თუ დელფინების უკაცრავად სექსზე кайფობს. აი ამ მეგალომანიაკმა კაცმა შექმნა ამგვარი ქვეყანა, რომ საქართველოში მართლაც მეოთხე კი არა, საერთოდ ყოველი მესამე ტურისტი არის რუსეთიდან და მარია ზახაროვა ნაკახპარი, როცა ამას ამბობს, არის მართალი.
ისინი არიან ფინანსურად უზრუნველყოფილი ტურისტები. ეს თითქოს სწორია, მაგრამ მე გაკითხული მაქვს კვლევა მონაცემები. საშუალოდ ერთი ტურისტი რუსეთიდან კვირის განმავლობაში თვითმფრინავის ბილეთის გარდა ხარჯავს $1300. ეს იყო და ეს არის დაახლოებით 2 წლის წინანდელი მონაცემი, ახლა შეიძლება გაზრდილია მისი დანახარჯები, მაგრამ $1500 არც ხდება. მინდა შედარებისთვის გითხრათ, რომ არაბული ქვეყნებიდან ერთი ტურისტი ხარჯავს დაახლოებით $1900-2000, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საიდანაც ტურისტები ჩვენ გვყავს ცოტა, ესეც უნდა ვთქვათ, ისინი ხარჯავენ დაახლოებით $2200-2500 კვირის განმავლობაში. თვითმფრინავის ბილეთის გარდა. ამიტომ ეს კი სწორია, მაგრამ უზრუნველყოფილი ტურისტები არიანო. ჩვენ სინამდვილეში $1300 თითქოს მნიშვნელოვანია, მაგრამ ტურისტები რუსეთიდან არ არიან ყველაზე კარგი, ან ყველაზე მეტი მხარჯველები. ამ ტურისტებს საქართველოში ჩამოჰყავთ მეგობრები, ამბობს ნაკახპარი, რომლებიც ასევე ხდებიან საქართველოს გულშემატკივრები. აქვე უნდა ვთქვათ, ეს ზახაროვა ამბობს, მაგრამ ჩვენ კი უნდა ვთქვათ, ამას ზახაროვა ამბობს, ჩვენ კი უნდა ვთქვათ, რომ ტურისტების ნაწილი ტურისტის სულაც არ არის. ისინი ყიდულობენ უძრავ ქონებას და უძრავი ქონების ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ ბუმი ახლა სადღაა, მაგრამ მაინც იყო სწორედ იმის გამო რუსეთის მოქალაქეები ყიდულობდნენ და ყიდულობენ უძრავ ქონებას თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სხვაგან და სხვაგან და აქ ბუდდებიან, ჩაბუდდებიან ხოლმე. ქართული სამზარეულოს ჩვენ ხო ელარჯის და იზისკანნაია გრუზინსკაია ვინოს ქვეყანა უნდა ვიყოთ, ნაკახპარი ზახაროვას და მისი უფროსის კალანტაროვის, ან ივანოვის, ან რა მნიშვნელობა აქვს, პეტროვის და სიდოროვის და ასაკურვილია პუტინის, დუგინისა და პუტინის წარმოდგენით. საქართველოს ქართული სამზარეულოს და ქართული ისტორიის მოყვარულები არიანო. საქართველოს გაწევრიანება და აი აქ არის უსაინტერესო ესი ამბავი. საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში ბრიუსელის დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით იქნება დარტყმა საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის. მართალია მეთქი, ნაკახპარი მეთქი, ამას ვამბობ. ოღონდ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ამგვარი ქვეყანა, შექმნა აი ამ მეგალომანიაკმა კაცმა, რომელიც ამბობდა და ამბობს, ქმედებდა და ქმედებს ასე, რომ რუსეთისთვის უნდა იყოს ეს ფეხსალაგი ქვეყანა, რომ რუსებმა უნდა გაიხარონ და რაღა მართლა ესეთი პრობლემები შეგვექმნება, იმიტომ რომ ტურისტები მართლაც არ შემოვლენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკას ამდენი და ამდენი პროცენტით ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ დაერხევა და ბიძინა ივანიშვილი აი ამ დილემის წინაშე გვაყენებს, უკვე ჩაგვაყენა, რომ გვინდა კი ჩვენ ნაკლები შემოსავალი ბიუჯეტში, რუსები ხომ ამდენს ხარჯავენ. ეხლა მე არ ვილაპარაკებ იმაზე, რა უნდა გაგვეკეთებინა, რა უნდა გაეკეთებინა ბიძინა ივანიშვილს, ამაზე წარსულზე ლაპარაკი ახლა ჩემი მოსაზრებით უადგილოა. უბრალოდ გიხსნით, რატომ და როგორ და შეგნებულად როგორი სახელმწიფო ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა მიბმული ყველა სფეროში, პრაქტიკულად რუსეთზე, რუსულ ბაზარზე, რუსულ სივრცეზე და აქედან გამომდინარე ხელფეხ არ ახსნილი არის ჩვენი ქვეყანა. და აქვე უნდა ვახსენოთ ჩინური ინტერესები, ბარემხა ერთ ვიდეობლოგში გააერთიანებ, მიყიდა რა რუსეთის კაცმა ბიძინა ივანიშვილმა ჩინეთს ლიბერტი სიმსხვილით მესამე ბანკი, ანუ რუხაძემ მიყიდა ფორმალური თვალსაზრისით, ამიტომ ჩინელებს, რუსების პარტნიორებს მისცა საქართველოს მოქალაქეების პირად მონაცემებზე, პერსონალურ მონაცემებზე დაახლოებით 1,700,000 ლამის 2 მილიონ მოქალაქის პირად მონაცემებზე წვდომის უფლება. ეს კი ძალიან დაუკიდურესად საფრთხილოა ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, იმიტომ რომ ყველაფერი ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურებში იყრის, სპეცსამსახურებში იყრის თავს და მათ აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან მონაცემების გაცვლის არა მხოლოდ უფლება, არამედ თითქმის ვალდებულებას. ამგვარი ხელშეკრულებით არიან გადაფსკვნილები ჩინეთი და რუსეთი. აქედან გამომდინარე, რუსეთიც ფლობს უკლებლივ ყველაზე მეთქი, ასე გეტყვით, თქვენზე მონაცემებს, რას აკეთებთ, რა არის თქვენი პირადობის მოწმობა, რა პირადობის მოწმობა გაქვთ, რა ნომრის, რა თანხას იღებთ და ნებისმიერ მომენტში მათ შეუძლიათ რუსეთს და ჩინეთს, თუ გნებავთ ვიტყვირო მარტო ჩინეთს მეთქი, დაბლოკოს თქვენი ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია. ეს ყველაფერი გააკეთა რუხაძემ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით და რასაკვირველია პირველ ყოვლისა რუსეთის
მოთხოვნით რომ ვიცოდეთ მაინც. ესეც ბარემ მივაერთიანოთ ამ თემაში. ზახაროვანა კახბარი ამბობს. დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით იქნება დარტყმა საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისათვის. სწორია ნაკახბარი. ასევე საფრთხის ქვეშ დააყენებს ნათესავების ურთიერთობებს, რითიც ვაჭრობს რუსეთი, რომლებიც რუსეთსა და საქართველოში ცხოვრობენ. გახსოვთ შემოვლითი გზებით როგორ დადიოდნენ ერთმანეთთან სანახავად? გახსოვთ რამდენი ფული უჯდებოდათ ეს ყველაფერი? ეს არის ის, რისი მიღწევაც ევროკავშირს უნდა. საქართველოს ასევე მოუწევს შეუერთდეს ენერგეტიკულ ემბარგოს ჩვენი ქვეყნისა და რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა ეს ენერგეტიკული ემბარგო არ არის ჩვენს წინააღმდეგ. მეორე მხრივ ეს ამასი ამბობს, ეს არის მათ მიერ საკუთარი თავის წინააღმდეგ დაწესებული ენერგეტიკული ემბარგო. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ რუსეთს აქ ხო ზახაროვა ნაკახბარი გელაპარაკებათ და იქ შეშლილი პრეზიდენტი შლეგი პუტინი ელაპარაკებოდა სომხეთის ლიდერ ფაშინიანს, პრემიერ-მინისტრს ცოტა ხნის წინ მსგავს რაღაცებს. იქ პრეზიდენტმა პუტინმა შლეგმა პრემიერ ფაშინიანს უთხრა, რომ იცით რა არის, თქვენ $170 ყიდულობთ ბუნებრივ აირს და ევროკავშირში თუ შეხვალთ, თქვენ გექნებათ $500, $600, $700 გადასახადი, გადაიხდით $700 და გიღირთ კი ყველაფერი ევროკავშირი და ODKB, ევროკავშირი და SNG, ევროკავშირი და რუსულ სივრცეში დარჩენა ერთმანეთთან შეუთავსებელია და აირჩიე ახლა სომეხო ერო იმ შემთხვევაში და ქართველო ერო. პრობლემა არის სხვაგვარი, ჩვენსა და ჩვენი და სომხეთის პრობლემა არის სხვადასხვაგვარი. სომხეთის ლიდერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება სომხეთიგანა არა, ჩვენ, ანუ სომხეთი, მაინც ავირჩევთ ევროკავშირის გზას, თუ ამის შესაძლებლობა გვექნება, ექნება თუ არა სომხეთს შესაძლებლობა, ეს კიდე ცალკე თემაა. მაგრამ რუსეთი რომ ვაჭრობს, რუსეთმა რომ მიგიბა, რუსეთმა რომ დაგიმორჩილა, რუსეთმა რომ მარწუხებში მოგაქცია და ბორკილები დაგადო, ესეც ფაქტია და ეს ყველაფერი ხაზგასმით მინდა ვთქვა, არის სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილის ბრალი, რომელიც თავის მხრივ ეძებს ან ვარსკვლავ ციურცხეულ ეკახვედელიძეს ჩემი ეკას კოსმოსში, ან ისეა დამფრთხალი, რომ გგონია, რომ თვითმფრინავი თუ გადაიფრენს ამ თეორიის თანახმად, რაზეც ვილაპარაკეთ, ამ თეორიის თანახმად ის გამოაფრქვევს რაღაცა ტოქსიკურ ნივთიერებებს და ის, ანუ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები დააზარალდებიან, დაზიანდებიან, ჯანმრთელობა შერყეულები იქნებიან თუნდაც წლების შემდეგ და არ უნდა, აი ამ გიჟური თეორიის თანახმად, არ უნდა რომ რაღაცა მოუვიდეს მისი ოჯახის რომელიმე წევრს და ამიტომ ყველაფერს აკეთებს, ხეებს ეხუტება, ზვიგენებს ელაპარაკება, პინგვინებს ელაპარაკება, თუთიყუშებს ელაპარაკება, ეს ყველაფერი ვიცით. დელფინების სექს უყურებს. აპირდება, ოღონდ არა აბას თუმანში არაბეთ სხვაგან და ეს ვიღაცებმა ვინც ეს მე მიამბო, ამას კი არ ვაჭარბებ. ხო, ვინც მიამბო, ხო, ისი მათაც არ შეერათ ეს ყველაფერი, არც მე მჯერა, ნაკლებად მჯერა, მაგრამ ეს რაღაცა გიჟური თეორია იმის თაობაზე, კონსპირაციის თეორია, რომ ბიზინა кайფობს დელფინების სექსით, პირდაპირ მნიშვნელობით, აი შავი ზღვის დელფინების თუ იაპონიის თუ რაღაცის ზღვის დელფინებით, ხო, ეს თეორია, ეს გიჟური აზრი არსებობს, თეორიაც არა, ვერსია თუ რაღაც. მოკლედ, ეგ არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ბიზინა ივანიშვილი ამგვარ ქვეყანას ქმნის. ეხლა რა ხდება პარალელურად? ესეც უნდა ვთქვათ. პარალელურად ხდება შემდეგი რამ. კობახიძეს დაუკავშირდა მარკო რუბიო. მარკო რუბიო ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომ ჩვენ ვილაპარაკეთ ჩავის ზღვაზე, რეგიონში შექმნილ პრობლემებზე და ასე შემდეგ. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, მათ შორის მთავრობის ან მთავრობად წოდებული კასტისა, კობახიძის უსხებისა. ნაწილობრივ მეტად განსხვავდება შეერთებული შტატების გზავნილებიდან. მას შემდეგ რაც ორბანი დამარცხდა, ესენი ცოტა ისტერიკაში არიან. ისინი ხვდებიან, რომ ევროკავშირი უფრო იოლად დააწესებს სანქციებს საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდის ცალკეულ პირებს. ვინც ის და საქართველოს კი მოხვება ამ ევროკავშირის სანქციებში, ანუ არა მხოლოდ ინდივიდები, 1 2 3 17 217 270, არამედ ვინც ის და საქართველოს თუ მოხვება რაღაც სანქციებში, ესენი ხვდებიან, რომ საქართველოს საზოგადოების უკმაყოფილება იქნება დიდი. და საქართველოს საზოგადოება ესეთი შეუპუებელი, ესეთი შეურიგებელი მიუტრიალდება და ეთქვის, რომ ალბათ ხომ არა ხარ.
მართლა ბიზინა ივანიშვილის დელფინების სექს და ცის ჩაკეტვას ხომ არ უნდა გადაგვაყოლოთ. გიჟები ხომ არა ხართ და დაიწყება არა რევოლუციის მაინც არამედ ზოგადად მღელვარების პროცესი და საქართველოს იტყვის კიდევ ერთხელ ქართული საზოგადოება რომ არის საქართველოს და არა გრუზია. ეს მათ არ უნდათ, იმიტომ რომ არასტაბილურ ვითარებაში ფულს ნაკლებად შოულობ. ამ თეორიის, ამ მიმართულების მოსაზრებების გავრცელების გათვალისწინებით თუ ჩარჩებით ამ თეორიაში. მოკლედ, ამბავი ეს არის, რომ ესენი უფრთხიან ევროკავშირის სანქციებს და მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული წერწეტა, აი ზახაროვა ხო ნაკახპარია და ქალბატონ ბოჭორიშვილს უწოდოთ წერწეტა. წერწეტა მივიდა იმაში საქართველოს პარლამენტად წოდებულში ინტერპელაციის წესით და ცოტა მოგეჩვენებოდა კაცს რომ შეცვალა რიტორიკა არ არსებითად არ შეუცვლია რა საკვირველია ისევ დაადანაშაულეს დასავლეთი ევროპა რომელიც გვებრძვის დიპსეიტი ასე შემდეგ რომ არ იმსახურებდნენ სანქციებს ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ რაღაცა და გამახვილეს გარკვეული აქცენტები გააკეთეს ამგვარი რომ შეერთებულ შტატებთან თურმე ამყარებენ ალაგებენ ურთიერთობებს. ტყუილი ამბავია ეს ყველაფერი. მარკო რუბიოს ზარი ერთხელ ან შესაძლო ჩამოსვლა გარკვეული დელეგაციისა ორჯერ არნიშნავს იმას, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ვინმე აპრავებს. ხვდებიან რა, რომ ენერგეტიკულ საკითხებში, სოფლის მეურნეობის საკითხებში, საერთოდ რუსულ ბაზარზე დამოკიდებული გახადა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ქვეყანა საქართველო. ეს ოდესღაც frontline country-ა, რომ წინა ხაზზე მყოფი, რუსეთთან წინააღმდეგობის წინა ხაზზე მყოფი ქვეყანა, რომელიც იდენტობას იჩორკნიდა, ძერწავდა სწორედ რუსეთთან წინააღმდეგობით. შეერთებული შტატები ვაშინგტონი ფრიად უკმაყოფილოა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების და პერსონალურად ბიზინა ივანიშვილის ქმედებებით. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების და პერსონალურად ბიზინა ივანიშვილის ქმედებები არა მხოლოდ ანტიქართულია, რაც შესაძლოა ფეხებზე ჰკიდია ნაწილობრივ მაინც შეერთებულ შტატებს, არამედ ანტიამერიკულიც არის. და ერთი ზარი, ხუთი ზარი ან 15 ვიზიტი ვერ შეცვლის ამ ვითარებას. მაგრამ ესენი არიან თავმომწონენი. მაკა ბოჭორიშვილი წერწეტა გამოდის და ლაპარაკობს რომ იცით რა არის ჩვენ რაღაცა შევძელით რაღაც ურთიერთობების და ევროპასთანაც არანაირ ევროპასთან ისინი არ მუშაობენ. კატასტროფული მდგომარეობა აქვს ქვეყანას. მართლა ზვიგენების სექსზე ზვიგენების არა უკაცრავად სუმეშლება დელფინების სექსზე ორიენტირებული ქვეყანაა. და ემანდარ გაუ ჰომოსექსუალისტეს ბიზინა ივანიშვილს რომელიმე დელფინი ამაზე დარდობს პარალელურად. მოკლედ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადების შესახებ კითხა ფორმულა. სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვსო ეს უთქვამს ბოჭორიშვილს. დავინტერესდით წერს ფორმულა მიიჩნევს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებას მიმდინარე დიპლომატიური დინამიკის სწორ ასახვად და იგეგმება თუ არა პოლიტიკური ცვლილებები საქართველოს მთავრობასთან მიმართებით. ციტატა პასუხი რომელიც მიიღო ფორმულა. ჭყალი გაიხსნა. ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოს და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. მნიშვნელოვანია საქართველოს და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. არ იგულისხმება ქართული ოცნება, რომელიც ბოლო 14 წელიწადია მარტავს ამ ქვეყანას. ჩვენ კვლავაც რჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. გასაგებია, ხო? ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, ქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე არის ბევრწილად დამოკიდებული არაღიარების პოლიტიკა. გეგრამაგის პასუხია ბოდიშის მოხდით, თავის დახლით და ასე შემდეგ. ბიზინა ივანიშვილი სპობს შეგნებულად ჩეხავს არაღიარების პოლიტიკას. ამერიკის შეერთებული შტატები არა, არც ევროპული სახელმწიფოები, მაგრამ არ გაიკვირვოთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდა ცალკეულმა სახელმწიფოებმა, ასე მაგალითად ლათინურ ამერიკაში, აღიარონ სხვებმა, გარდა ვენესუელისა, აღიარონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა და მე პაპუაშვილის გათხოვებაზე ნუღა ვიმსჯელებთ ან ზვიგენების თუ გაცრავად დელფინების კიდე შემეშალა სექსზე, ნუ ვიქნებით ორიენტირებულნი 20 წუთი გავიდა ამასობაში. სამშვიდობო შეთანხმება უკაცრავად
ტერიტორიული მთლიანობის ისე მხარდამჭერად. ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობებისაკენ ისრაფვის სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს თავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. ნახეთ, მთელი სამხრეთ კავკასიის 1/3 არის რა არის 1/3? აი შენ გეკითხები კოდს, რომელიც ახლა მე მისმენ. მთელი სამხრეთ კავკასიის 1/3 არის თუ არა საქართველოს და ეს შეთანხმება ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს თავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. ანუ საქართველოსაც. საქართველოს შეუძლია სახელმწიფო დეპარტამენტი გვასუხობს ამას. პაპუაშვილი კი არა. ხუნდაძე კი არა. ვინმე უგვანი დეპუტატი კი არა. დეპუტატად წოდებული კი არა. სახელმწიფო დეპარტამენტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი, რომელზეც კვლავ ვიმეორებ ჩვენი არაღიარების პოლიტიკაც დგას. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რა დახმარება გაუწევია, რა დახმარების გაწევას აპირებს. შეერაღებული ძალები რომ არსებობს ჩვენი საერთოდ და არსებობს დღეს, არის შეერთებული შტატების დამსახურება. მარტივია. ხო? საქართველოს შეუძლია მიიღოს საქართველოს მთავრობა უკაცრავად მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, ყველაფერს მიაქციეთ ყურადღება შეერთებულ შტატებში, არც ერთ წინადადებას, არც ერთ სიტყვას არ წერენ თუ არ წარმოთქვავენ, არ ამბობენ შემთხვევით, არც ერთ დასავლურ სახელმწიფოში და მათ შორის პირველ ყოვლისა შეერთებულ შტატებში. იმ საკითხებზე, ანუ რომელიმე სხვა საკითხებზე კი არა, ზოგადად საკითხებზე კი არა, იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენსორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. პოლიტიკური კლიმატი საქართველოსი რა არის? ეს არის პოლიტპატიმრების, ჯოჯოხეთური კანონების, საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიციონირების რეგიონალური მათ შორის და კიდევ უამრავიან რამდენიმე საკითხი. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დაუმარცხლო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. პოლიტიკური კლიმატი კი შექმნილი ამ დელფინების სექსზე ორიენტირებული და ციდან საფრთხეების დამნახავი ბიზინა ივანიშვილის მიერ შექმნილ საქართველოში პოლიტიკური კლიმატი არის საშინელი. ბიზინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური საშინელი ჯოჯოხეთური კლიმატია. კვლავ ვიმეორებ, კანონები, პოლიტპატიმრები, სინდისპატიმრები, ზოგადად გარემო, ეს დამთრგუნველი ფსიქოლოგიური და ასე შემდეგ, ანტიდასავლური, ანტიამერიკული, მათ შორის ანტიევროპული, ანტიდამერიკული, ანტიდასავლური, პრორუსული, ანტიუკრაინული. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ნახეთ, კიდევ ერთი აქცენტი. კონკრეტულ, არა ზოგად ნაბიჯებს ასიზავს საქართველოს ხელისუფლება, არა, კონკრეტულ ნაბიჯებს განვიხილავთ, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება უნდა გადადგას კი არა, შეიძლება გადადგას. ამაზე მკაფიო რა უნდა იყოს, არა მე მესმის რომ პაპუაშვილი ამას ვერ გაიგებს. პაპუაშვილი გამოვარდება და ხვალ ევროპელებს შეაგინებს, საზაშა თილიშვილი გამოვარდება, ანუ ბიზინა ივანიშვილის ფილოსოფოსი და სახელმწიფო დეპარტამენტსაც მიაგინებს, მესმის ეს ყველაფერი. მაგრამ თქვენ გელაპარაკებით ადამიანებო, თქვენ საქართველოს ოცნების მომხრეებო, საქართველოს მოქალაქეებო, ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც აფრთხობს, რომ გადაფრინდა რაღაც ხაზი რომ დატოვა და ეს ხაზი რომ კომპენსაცია მოხდა და რაღაცა გადაიფრქვა და ასე შემდეგ და შეშინებული აგრეთვე ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ტელესკოპით აკვირდება თავადაც ასე მგონია სიმართლე გითხრათ, მარცა რომ ადის ხოლმე ამ ობსერვატორიაში და ტელესკოპით აკვირდება და ჩემი ეკას ეძებს. აი ეს ბიზინა ივანიშვილი, რომელიც არ უნდა წამოვწდეს ვიგენები არა, დელფინების სექსს უყურებს ხოლმე, ეს ასეაო, ასე მითხრეს. აი ბიზინა ივანიშვილმა ამგვარი ქვეყანა შექმნა და საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურება. ანუ თუ მართლა გინდათ, აი ჩვენ გაკვირდებით რა ნაბიჯებს გადმოდგამთ. გადმოაგდო შეერთებულმა შტატებმა ბურთი ისევ საქართველოს დე-ფაქტო მთავრობის მოედანზე. ეხლა მე რო გითხრათ, რომ საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა ამ ყველაფერს არ აიწაცებს მეთქი, მე მგონი გადაჭარბებული არ იქნება, ხო?
თუნდაც მიზიდა ივანიშვილის ერთ-ერთი საყვარელი მწერლის აბუ ამირ ეჯიბის დათა თუთაშხიას მან დაწერა თუ არა ამაზე არ ვილაპარაკოთ პერსონაჟის დათა თუთაშხიას ხმით გეტყვით კინო გმირივით აი ოთარ მეღვინე თუხუსესი ხო ნამდვილად უყვარდა ოთარ მეღვინე თუხუსესის ხმით გეტყვით ამას გამიჭირდება მაგრამ და აქედან გამომდინარე არც ვეცდები მაგრამ მაინც ცადოთ ხო არ ვიცი ნახოთ გასაგ ვერ ვაძავ როგორ კმარა აი გავჩერდი კმარაო ჩემი უღლე გარდახოს სერიოზული დამოკიდე სერიოზულად გინდათ კი გადატვირთოთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები It's a question ეს არის კითხვა არა არ უნდა საქართველოს მთავრობას გადატვირთვა სერიოზულად არ უნდა ამ ურთიერთობებისა ხოლო ნაკახპარ ზახაროვას როგორც პარტნიორს ცხადია ემეგობრება საქართველოს მთავრობა ემეგობრება ნაკახპარ ზახაროვას რომელი თქვენგანი გამოვა და რომელი თქვენგანი მეტყვის ქართული ოცნებას მიმართავ რომ ზახაროვა ნაკახპარი არ არის ან გუნჯაევი ნაბანდიტარი არ არის ან პუტინი მარადიული ფსბ-შნიკი არ არის ან მედვედევი ფსბ-შნიკიცაი და ნალოთარი არ არის ანუ პახმელიაზე ნაბახუზევზე ლავროვი კალანტაროვი ნაკალანტაროვალი არ არის ხო თბილისში არ დაბადებულა თუ რა პრიმაკოვი ასევე თბილისელი იყო ივანოვი იგორი ასე შემდეგ რომელი თქვენგანი მეტყვის აბა გავბედოთ აი დიმიტრი ხუნდაძეს მიმართოთ სტალინი კაი კაცია თუ ცუდი კაცია სტალინი კარგი კაციაო ისთვის დიმიტრი ხუნდაძე კიდე ასაკში შედის და უაპატიოთ და აი ახალგაზრდები რო არიან ისინიც სიტყვიან და ასე შემდეგ ჩინელებს მისცეს საქართველოს მოქალაქეების მონაცემთა ბაზები ჩინელების ხელშია ახლა ანუ რუსებისაც ჩინელებისა და რუსების ხელშია 1,702 მილიონი საქართველოს მოქალაქის პერსონალური მონაცემები რუსებს შეუძლიათ ამ პერსონალური მონაცემების გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ ეს გავიგეთ ამერიკის შეერთებული შტატები ელის ჩვენგან ურთიერთობის გადატვირთვას კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მთავრობისაგან ესეც გავიგეთ ზახაროვა ნაკახპარი გვემუქრება რომ იცით რა არის თუ თქვენ ევროკავშირისკენ წახვალთ შესაბამისად ამის შემდეგ თქვენ ჩაგეკეტებათ რუსეთთან ურთიერთობის ყველა შესაძლებლობა ეს სიმართლეა ოღონდ ნაკახპარია ის ბიზინა ივანიშვილი ხეებს ეხუტება ცის პრივატიზაციას კი არა ოკუპაციას ახდენს და ეშინია რომ რამე არ ჩამოიფრქვეს მის აბასთუმნის რეზიდენციაში რომ ემან რამე არ დაემართოს ესეც გავიგეთ ნახვამდის